ყველანი ძალიან მომენატრეთ მეგობრებო, განსაკუთრებულად კი მომენატრა ამ ფრაზის თქმა. ყოველ შაბათს 22 საათზე, ხო, ეს ეპიკური პოდკასტი არის ანანოსთან და All-Star-ის გამარჯვებულთან ერთად, რომელსაც აქამდე არ ვიცნობ. გამარჯობა. როგორი არაკლიმაქტური შესავალი იყო რაღაც ისეთი ძალიან მოწყენილი სევდიანი დეპრესიული. უფრო რა. დღეს ამ პოდკასტში გაიგებთ საკმაოდ ბევრ რაღაცაზე. ვინ არიან მონაწილეები, რას აკეთებენ, რა ფორმატი იქნება, ემატება თუ არა ახალი როლები, რა ხდება აქ ფულრუმ მაფიაში და ასე შემდეგ რა. კიდე რაც მოგვაფიქრდება, ყველაფერზე ვისაუბრებთ. ასე რომ ყურადღებით უყურეთ, დაალაიქეთ ეს პოდკასტი, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ 22-ში შაბათს მაფიას. 22-ს. რომელ არხზე გიორგი? ჩვენი გენერალური სპონსორი არის Betson Sport-ი და Betson Sport-ი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დამატებით გავაკეთოთ ახალი მოდიფიცირებული სეზონი All-Star-ის სახით. და გეტყვით, რომ გვექნება სიახლე იქნება ის, რომ წინა სეზონში რაღაც დაგვაკლდა რა. რაცა 5 ეპიზოდი ცოტა იყო რა. და დღეს იქნება 6. უფრო მეტი, ვიდრე 5. და უფრო ნაკლები ვიდრე 7. თავიდან 7 ვფიქრობთ რა. მაგრამ ცოტა ბევრი არის. და საკმაოდ რთული გასაკეთებელი არის ასევე რომ წარმოიდგინოთ. მე ვიცი რომ მაყურებელს უნდა რომ 24 საათი მაფიას უყურონ, მაგრამ ყველაფერს არ უთხოვია ეგ გიორგი. ყველაფერს აქვს თავისი ზომა და წონა, იმიტომ რომ ეს პაუზები რომელსაც ვაკეთებთ, ყველაფერი იყო დაგეგმილი და ყველაფერი გათვლილი რა. სიცილის სეზონის შემდეგ უნდა ყოფილიყო აუცილებლად პაუზა. იმ სეზონის შემდეგვე უკვე ვიცოდით ზუსტად როდის დაიწყებოდა. თქვენ რომ მეკითხებოდით როდის იწყება, არ ვიცი გეუბნეოდით, მაგრამ მინიშნებები ყველგან იყო. ხან მიქაუტაძეს 22 ნომრიანი ფოტო იდებოდა. ეგ უნდა მოვუყვეთ. პოეტი ხარ გიორგი. ეგ მოვუყვეთ რა მოხდა, კაი? ანუ ძალიან კაი იდეა მქონდა, თან ხო იცი სოციალურ რაღაც იდეა რო გიშლება, რომ კარგად გააკეთო რა. დიზაინერს უთხარ რომ მიქაუტაძეს ისტერეგი, ასე რომ ვთქვათ, 22 ნომრიანი მაისური დიზაინი სადმე გამოვიტანოთ, თქო და ნუ დრო ჭირდებოდა ხა იმას და ამან ხო. ბიჭო, ხო, დრო ჭირდებოდა დიზაინერს, დიზაინური რაღაც საქმიანობებიდან გამომდინარე. და ეს ადგას, არა, მობეზრდა, როდის გააკეთა. დავიღალე. და ვინ მიქაუტაძეს ფოტო დადო. გამ პროფილზე დაიყენა მიქაუტაძეს ფოტო. 22 ნომრიანი და ვერავინ ვერ მიხდა. დააწერა. მიქაუტაძე მაფიაში არა. აუ ისე ითამაშებდა მაგრად. არ გაასწორებდა ძალიან შოუს კუთხით. მე შავი არის, ბომბარდირი. გიორგი, ამ სეზონში რა იცვლება? რისთვის დაგპატიჟე? ჩვენ რატო ვხედავთ ამ სკამებზე? მე ჯერ კიდევ ვერ ხვდები ამას, მაგრამ აი მოდი კითხვებს დაგისვამთ. ამ სეზონზე რა იცვლება? დაემატა თუ არა ახალი როლები? მეგობრებო, როგორც იცით, ვიმყოფებით მირიამ მეფისტოს 11-ში, ფულრუმ მაფიაში, სადაც ყოველ დღე მიმდინარეობს თამაშები. ზუსტად მიპასუხე. და ასევე ტურნირებს ვატარებთ ხოლმე, სხვათა შორის ფეხბურთის დღეები, 3 დიდი ტურნირი ჩავატარეთ, სადაც ძალიან ბევრმა ჩვენმა გამომწერმა მიიღო მონაწილეობა და ასევე ჩვენ ვატარებთ ხოლმე სატესტო თამაშებს რა. მინდოდა ძალიან რომ გაგვეკეთებინა პირველი ღამის სიკვდილის დამატება რა. გავტესტეთ დაახლოებით 15 თამაში. საკმაოდ კარგი მოდიფიკაციაც მოვიფიქრეთ, თუმცა რაღაც მაკლია რა. რაღაც ვერ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს, ასე რომ ვერ ვცვლი არაფერს. ძალიან გენდოდა. პოეტი ხარ, მართლა პოეტი ხარ. დაბადებული ვარ ამ საქმისთვის. თქვენ რას გვეტყვით? შემადგენლობა თქვენი ჩამოყალიბებული არის. ხალხი აღარ გწერთ რომ მაფიაში გვიდაო? ჩემი ჩამოყალიბებული არაფერი არ არის. როგორ გამოგაბრალა რაღაცები. მეგობრებო, თუ ვინმე არ მოხვდით, ამის ბრალი არის. ნამდვილად. არ ვიცი ხა ვის როგორი წარმოუდგენია ხოლმე All-Star-ი, მაგრამ ჩვენი აზრით All-Star-ი უნდა იყოს თან კარგი თამაშები უნდა იყოს, თან ეს wholesome მომენტები რაც აქვს ხოლმე All-Star-ს ეგ არის ყოველთვის ყველაზე საყვარელი, თან მაფიასთან ასოცირებული იუთუბერები. მაგალითად გიყვარვარ გიორგი? გიყვარვარ გიორგი. გინდა რომ იყოს. კი. აუცილებელია. ხო და ეგეთ მომენტებს ქმნიან ის ადამიანები, ვინც უკვე თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში მაფიაში და არ არის დაძაბული და ასე შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა ის ხალხი იქნება ისე ვინც ძალიან გვიყვარს ყველას და რამდენიმე მონაწილე დაემატება შეძლებს და გვარად. ჩვენ
გვინდა ვიღაცები, მაგრამ ძალიან ბევრი არის დაკავებული და All Stars ცოტა თავის გადადება უნდა ჩვეულებრივი სეზონისგან განსხვავებით. იქ არის ერთხელ უნდა მოხვიდე, აქ უნდა მოხვიდე ბევრჯერ გადაბმით ზედიზე და ვერ გააცდენ. ამიტომ არავინ არ არის მოცლილი, მაგრამ ვცდილობ რომ მოვიცავ. ერთი მონაწილე ჩაწერამდე 2 დღით ადრე გამოგვაკლდა სამწუხაროდ. და მე ძალიან მეწყინა, იმიტომ რომ ძალიან გვინდოდა და თვითონაც უნდოდა და სამწუხაროდ დღეს გამოგვაკლდა ეგ მონაწილე, რომელიც ძალიან მოუხდებოდა ჩვენი აზრით All Stars. ბატონი ნიკა კაკოიშვილი. კაკო უნდა ყოფილიყო. ნიკა კაკოიშვილი არავინ არ იცის. კაკო რა. იოგი კაკოს ხონდა. მე თამაშა იქამდე სანამ არ მოიგებდა, ხო და შემოადგენლობას რაც ეხება. დავით ალავიძეზე რაც მეწყობი გაიგო. მე მიყვარს ხალხისთვის სახელის დაძახება რა. აუ შემოადგენლობას რაც ეხება რა. მე ძალიან, ანუ როგორც იცით All Star-ში იწერება ქულები რა. ამ ქულებს წერ მე. სიახლე იქნება ის რომ ამჯერად იქნება გაორმაგებული საპრიზო ფონდი 20000 ლარი. და კოპალას ჩაუწილდებით ყველა. ამისთვის ხო რა, მადლობა Betson Sports. შენ რატო ამან გადაუხადოს მადლობა. ეგ წინაზე უნდა გადაიხადა და გადაუხადა და გადავუხდი ერთ ორთვეში. ხო და კოპალა არ იქნებოდა All Star-ში. მე არა ვარ All Star-ში. ჯერ არ ვიცით. ეგ გაითვალეს. მე ძალიან არ მინდოდა არა, კოპალა იქნება ყოფილიყო კოპალა, All Star-ში, იმიტომ რომ დაგვალა, ყველაფერი მოიგო, ყველაფერი დახურა და უნდა დაწინაურებულიყო, მაგრამ ჯითუს ეშინია რომ სკამს დაკარგავს და ამიტომ ისე ვათამაშებს All Star-ში. რაღაც არა, რაღაც თქმა რომ მინდოდა იმას დავამთავრებ რა. ქულების დაწერა საკმაოდ რთული არის რა. საპასუხისმგებელი. შესაბამისად, ამ ქულების წერაში უნდა იყოს ვიღაც გარეშე ტიპი რა. და ChatGPT-ით. სპეციალურად ვიყიდეთ ფასიანი ვერსია ChatGPT-ის. ამ ვიდეოს ავუწვირთავთ ხოლმე. და მინდოდა რომ ვიღაც ისეთი გამოცდილი, ვინც არამონაწილე იქნება. განიხილებოდა ესეც, თუმცა ბოლოს მივხვდი რომ ცუდი აზრი იყო რა. და მონოპოლიას კარგავდი. ასე რომ ანუ მირეკავს და შენ All Star-ში არ ხარ. მეთქი რატო? ფულები გადაიხადე. ჩააწ. იმიტომ რომ ქულები უნდა დაგაწერიო. მე მგონი უსამართლობა იქნებოდა რა, რომ არ ყოფილიყო კოპალა, ასე რომ რატომ იწყება 22-ში All Star? იმიტომ რომ დავდება ახალ წელს. მაგარია და ყველა უნდა იყოს ბედნიერი და ყველა უნდა იყოს გამარჯვებული. ერთი თემა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ანანომ აი ვინი გაბურღა, რომ წავიდეთ ბოლო ეპიზოდის ჩაწერა სადმე რა, ბაკურიაში, სადმე რა, საქართველოში, აი იტალიაში ამას აქვს თავისი მიზეზი. მე არ მოვთავ ნაძვის ხეს და უკვე მორთულ ნაძვის ხესთან მინდა რომ გადავიღოთ ბოლო ფინალი. ახალ წელს უხდება ფესტივალური განწყობა და ყველა რომ ბედნიერია. ეს კიდე აწვება იმას რომ მაფიას არ უხდება ახალი წელი. შავი ნაძვის ხე და შავი და სათამაშო. მეორე სეზონის ფინალში თუ გახსოვთ, აი მორთულობა როგორც იყო, ეს დაბმული ვყავდა რა. მე შემოვედი და ეს დაბმული ვყავდა და აი დაგვაფარა თავზე ყველაფერი ეს რა არისო რა. მაგრამ საბოლოო ჯამში მაგ ეპიზოდმა რეკორდები მოხსნა ხო როგორც? ხო. რეკორდებამდე ძალიან ცოტა დააკლდა სიცილიის ფინალს 21800 ადამიანი უყურებდა პრემიერაზე იმის გათვალისწინებით რომ იყო ერთი კვირით გამოტოვებით და იყო ზაფხულში. როგორც იცით ზაფხულში ძალიან იკლებს ნახვები ყველგან რა. ჩვენ ამ ეპიზოდს ზამთარშიც გავუშვებთ. რომ რეკორდი მოხსნა. საინტერესო. როგორ წამოვიდა All Stars იდეა ვაფშე? იცით? არა. რატო გავაკეთეთ? ალბათ რომ გაიღვიძე სანამ ცივ კრუასანს და ცხელ ყავას იგებდი, უცებ თვალები დახუჭე განაბე და რაღაც დაგებადა, არ ვიცი. აღარ ვიტყვი. ამას უნდოდა რომ მოკლედ ხო აქვს ხოლმე ეს თავს ხო იმართლებს ხოლმე რომ მეგობრებო აქ ას სერიოზულად არ თამაშობს და ცუდი კომენტარი არავის დაუწეროს და All Star-ი გააკეთა, სადაც ხსნილია, შეგიძლიათ ყველას წაუკითხოთ ახლა მორალი ვინ რატო ვერ თამაშობს. მაგისთვის გააკეთა, მართლა play უნდოდა. მართლა მაგისთვის გააკეთა, რომ იქით აღარ ილანძღოთ და ილანძღოთ აქეთ. არა. ვეწინააღმდეგე. სხვა არღზე. ვეწინააღმდეგე ყველანაირად ლანძღვა გინებას. ჩემი მართ. ჩემი მართ, თორე ავაძის. და მიზანი იყო ის, რომ რაღაც დონეზე ინტრიგა გაზრდილიყო ერთი ეპიზოდიდან მეორე ეპიზოდამდე. ასე რომ, რა პირველ ეპიზოდში რომ ვიღაც დააგროვებს 20 ქულას, შემდეგ ეპიზოდში
აბა გაინტერესებს გადაასწრო არა მე მაქვს და ესეთი ბოლოში მოიგებს თუ არა მე მაქვს All-Stars მიმართ ესეთი აზრი. პირველი იყო ძალიან მეგობრული, კარგი იყო და გაასწორა, მაგრამ მე მგონია, რომ აი რასაც პირველ სეზონზე ოზია წვებოდა კომპეტიტივს, მაგას უნდა მივაწვეთ ეხლა რა. ძალიან საინტერესო იქნებოდა. არ უნდა მივაწვეთ. არა, მაგარი იქნებოდა რა. რაღაც მომენტში არ ქულების დაწერა და პირიქით, ანუ საინტერესო რა წეხავს კაი ახლა რა მე რეალიტი შოუები რო ახლა არა ვიღაცა რო სპეციალური მაგარია მაშინ პირველ ღამეს სიკვდილი იყო და ეხლა აღარ არის ხო ეგ ძალიან და ეხლა უფრო მეტი სკილი არის რა თან ეს ქულების სისტემა იქნება 10+15 რაც ნიშნავს იმას რომ თუ მოიგი 10 ქულა გარანტირებული გაქვს და თუ დამატებითი ცვლები გააკეთე, მაქსიმუმ 15 ქულამდე შეიძლება დაიმატო. ანუ ერთ თამაშში მაქსიმუმ 25 ქულა შეიძლება დააგროვო. ასევე 10 ქულა შეიძლება მოგებულში იყო, მაგრამ ისეთი სისულელეები აკეთო, რომ სადღაც 4 ქულა, აი 6 დაგეწეროს რა. ხვდები? კი თუ ჯერ წინა აღმდეგი რომ 0 ვიღაცას დაეწეროს და ეს 25 ქულას მაგიტო აგროვებს ადამიანი. მე მომხრევა რომ ნულების ანუ შეიძლება რომ ვიღაცამ შეიძლება რომ პატიოსნებში მოიგოს დაეწეროს 6 ქულა, იმიტომ რომ 10-დან ჩამოვაკლდა, ასევე თუ პატიოსნება წააგეს, შეიძლება მაინც 15 ქულა დაეწეროს ვიღაცას რა. კარგად სწორად თუ ითამაშა 12 ქულა. მაგრამ შეიძლება მაფიამ იქ მოიგოს 20 ქულით დააგროვოს რა. ჩვენ ამ ასე ვთქვათ, სტრატეგიებს და ქულების წერის სისტემას აქ მაფიაში ტესტავთ ხოლმე და ჩაგვიტარებია საკმაოდ ბევრჯერ ტურნირები რა. ასე რომ მობრძანდით და კიდევ ამ მაფიის თემაზე სათამაშოდაც რაღაცეებს ვიტყვით რა, რეები განვითარდა. აქ ხდება ხოლმე პირველი ჯორები. კაროჩე, აქ ფანფულრო მაფიაში. სხვათა შორის პირველად აქ გაიგეს სად მიდიოდით სიცილიაზე. ხო. ეს გეუბნებოდა არ თქოთო და ეს ეუბნებოდა მე ხალხს. აქ ვინც მოდიოდა, ერთი სული მქონდა რომ მეთქო, მეც არ ვიცოდი ჯერ და მე მგონი მივდივართ ხო ვიზავთ, ხო. კი ბატონო. მაგარი იდეები გვაქვს ისე. ჩვეულებრივი სეზონებისთვისაც და All-Stars-თვისაც. კიდე ახალ წელს საპრიზო ხო უნდა დაემატოს. ყველა ხო ბედნიერი პრიზები და კიდე რაღაცები. არა მარტო პრიზები. არა მარტო პრიზები, აი ამ ნომინაციები. ნატახტარის ლიმონათი ხო უნდა დაემატოს ყველა. ანუ ახალ წელია და ყველას რაღაცა უნდა. ყველა რაღაცა უნდა მოიგოს ახლა. საუკეთესო წამყვანი. კაი. ქოროს გადავცემ ხალხს. არა, მართლა ძალიან მაგარი იქნება რა. ამიტომ მე ხა შაუთაუთს გავუკეთებდი კომპანიებს G2G რო ვიყო, რომ თუ ვინმეს თქვენი ფავორიტი გეყოლებათ, გადაეცით პრიზები. თუ საინტერესოა. ჩვენ გამოვავლინოთ საუკეთესო დეტექტივი ამ 6 თამაშის შემდეგ. ანუ 6 დეტექტივის შორის არჩევანი იქნება. შეიძლება 4 იყოს, იმიტომ რომ ორჯერ მოხდეს. საუკეთესო მაფია, იაკუზა, შოგუნი, საუკეთესო მარჯვენა ხელი ვინც იქნება მეგობრებო, გადავცეთ რამე. კი, ხელისკრები. აი, დამატენიანებელო გადავცეთ. მაგერს გადავ. მოკლედ რა. ატომ რო გადასცეს მე-4 ადგილზე გასულს რაიმე ესეთი. ამჯერად მე-4 ადგილის შეხვდება და მე-5-ესაც შეხვდება რა, იმიტომ რომ ალბათ რა, ბოლომდე ალბათ 4 ჩვენც არ ვიცით. იმიტომ რომ უფრო მეტი კომპეტიტივი იყოს მთლიან სიაში, რომ პირველ ადგილოსანი თუ ძალიან დაწინაურდა, მეორესთვის, მესამე, მეოთხესთვის და მეხუთესთვისაც იყოს ბრძოლა რა, რა თქმა უნდა პროპორციულად. ასე რომ საინტერესო იქნება რა. და ეს სასტუმრო ჩემი იდეა არ განიხილება. მოდი, მაინც დავშაუთავთ ეგეც, რატო არა? სადმე სასტუმროში, თუ ვინმე ისეთი სასტუმრო ხართ, ვისაც აქვს სურვილი, რომ ჩვენი ბოლო ეპიზოდი, All-Stars ფინალური ეპიზოდი და დაჯილდოება და სხვა კონტენტი. აჰა, ანუ ძალიან აი სიცილიის კონტენტს დაგილინკავთ პირადად და ნახავთ რა ამხელა კონტენტი გეთება და თუ ვინმეს გექნებათ ამის სურვილი, შეგვიძლია რომ ძალიან მაგრად რთული არ არის მაგრად გასწორებ და ლაივშიც რო გავიდეთ რა. ანუ ეგ იმისთვის არ გვინდა რომ მართლა წავიდეთ დავისვენოთ იქ. ანუ არავინ არ ისვენებს. სიცილიაზე არავის არ ძალიან კარგი კონტენტი კეთდება და ძალიან სახალისო და საყვარელი. ყველამ კარგად ნახეთ რომ სიცილიაზე არავის არ იყო დასასვენებლად და მე მაგას ვიძახდი რა. მარტო საბასაბანაძე რომელმაც მაგარი ბუჯი აიყა. სიცილიის ციფრები არ ვიცით? დათვალე? დათვალე ციფრები? საერთო ჯამში ერთ-ერთი პროექტი რომელიც აჭარაში გაკეთდა, მე მგონია რომ იმ ციფრებს არ ჩამოუვარდება სიცილიის სამგზავრო პროექტი. იაპონიას წურავთ. ჩემ ვიდეოს კომენტარში დამწერეთ. ოდესმე უეჭველი წავალთ რა. იაპონიაში? 100%. არ მინდა რომ თქვა ესე რა. ხო, არ თქვა. მაგრამ ალბათ წურავთ. დღეს სიცილიაც წარმოუდგენელი გეგონაში.
კაი, წარმოუდგენელი აღარ არის, სიცილის მერე წარმოუდგენელი კი არა, ძალიან მარტივი არის, ხო? All Stars-ზე ვილაპარაკოთ, რისი ლაპარაკი გინდოდა კიდე? წელები. ვინმე ისეთი მონაწილე გითხარი, ანუ ვინც აქამდე არ ყოფილა All Stars-ში. საერთოდ All Stars-ში თუ All მაფიაში? Stars-ში. ხა ვინ გინდა არტურო. ისმინო? აი, ვინ გინდა? ჩვენო ვერატო. მე ძალიან მინდოდა რომ კაკო აი მე ძალიან მინდოდა კაკო ყოფილიყო All Stars-ში, იმიტომ რომ კაკოს აქვს ბევრჯერ ნათქვამი წინა სეზონზე რომ მე იქამდე ვითამაშებ, სანამ არ მოვიგებ. და მაგას ურავდი და რომ 2-3 წელი მოსული იყო და მაგრადი ვარჯიშა და რაღაცა რა. ხო, და უბრალოდ დღეს დარეკა რომ მართლა არ ვარ თბილისში ამდენი ხანი. კიდე ძალიან მაგარი იქნებოდა გიგი კუბოდან რომ ამდგარიყო, წამოსულიყო და ჩვენ ისე მოგვეკლამა რა. ირანში არა ხა ერთი თვე? არა ხო. იცი რა არის? ძალიან გასწორებს თქვენ თუ დაწერთ კომენტარებში, ვინ გაგიხარდებოდათ, ну ეხა გარდა იმისა, ვინც ყოფილა უკვე All Stars-ში, ვინ გაგიხარდებოდათ, რომ იყოს ამ All Stars-ში შემდეგში და ასე შემდეგ. რაში დახარჯე გამარჯვებული თანხა კოპალ რომ მოგვიყვე? სხვადასხვა არ დამიხარჯებს. რაღაც ინვესტიციას ვაკეთებ. 20 ლარი ხო არა? საო მაფიაში რაში დახომ ინვესტიციას Nvidia-ს აქციებში? არა, მაფიაში რაც წოდეს მე თანხა მომიგია. Counter-ის კინები. არაფერი არ მაქვს დახარჯული. მართლა არაფერი არ მაქვს დახარჯული. რამდენი გაქვს მოგებული? ანუ რა დიდარია რომ ეგ თანხა არ ჭირდება, ხვდები? რამდენია? ეს რომ ამოიღო All Stars-დან. რა, არ ვიცი რა. არის რა. ნორმალურად არის. დარწმუნებული ვარ, კარგ რამეს იყიდი. აი 17 Pro Max-ი ვიყიდე, მინდა, მაგრამ მაგ ფულით? არა. არა, ხო. ერთ ჯიგარი კომპანია, რომელსაც ქვია Celsius-ი, ათამაშებს რას? 6700 ლარიან. 800 ძმა. 6700 ლარიან გათბობის გვაქვს. მე დამიყენა Celsius-მა კონდიციონერი, გიჟივით მუშაობს. ეკონდიციონერი რო არ მქონოდა სახლში, მე ვიდეოებს ვერ გადავიღებდი, ისე მცხელოდა, კვდებოდი. მე სულ დამავიწყდა რომ მაგის ვაუჩერი მაქვს. ეხა არ შემცივდეს რა. All Stars-შიც იქნება Celsius-ი და ასევე მეგობრებო, თუ აქამდე არ გსმენიათ, რომ იწყება სეზონი All Stars-ის სეზონში, თუნდაც შუა სეზონიდან შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ჩვენ ზოგადად იუთუბერები, ძალიან გახსნილები ვართ თანამშრომლობაზე, ასევე ძალიან დიდ კონტენტს ვაკეთებთ როგორც თვითონ გადაცემაში, ასევე საით კონტენტებზე და შეგვიძლია იქაც ცალკე ვითანამშრომლოთ. ასე რომ დიდ კომპანიებსაც მოგმართავთ, პატარა კომპანიებსაც, რომლებთანაც ყველანაირად ვართ გახსნილები, იმიტომ რომ მაფიის პროექტი არ არის მხოლოდ ერთი გადაცემის ვიდეო. ჩვენ ძალიან დიდ კონტენტს ვქნით. ეხლა ამ სეზონზე რა შევცვალეთ? აი რა საით კონტენტები დაიდება ხოლმე, რა არ დაიდება, რას განვიხილავთ? წესით თამაშის განხილვები პოდკასტის ჭრილში აუცილებლად გვექნება, იმიტომ რომ ვიღაცები გაბრაზდებიან, ვიღაცები კარგ ხასიათზე იქნებიან, ეს აუცილებლად გვექნება. კი, უფრო ქულების პრინციპიც უფრო მარტივ, ანუ უფრო კარგად აიხსნება, ვის რატო დაეწერა ეს ქულები რა. აქამდე თუ რაღაც უბრალოდ რაღაც გამოსახულება გამოდიოდა, ეხლა უფრო დეტალურად ვეცდებით, რომ ეცდება, რომ ახსნას ვის წაში დაუწევს. G2-ს ქუდის თემას შევეხოთ. რაღაცა მსგავს გადავიღებთ, მაგრამ ნაკლებად, იმიტომ რომ 6 ეპიზოდი უაზრობა იქნება და შეიძლება გადავიღოთ 2 მსგავსი სიტუაცია. და საით კონტენტები TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე ძალიან ბევრი დაიდება რა, როგორც ბუნებრივი, ისე დაგეგმილი და თქვენც თუ რაიმე გექნებათ იდეები, შეგიძლიათ რომ კომენტარებში გამოუშვათ. მე მინდა რომ ხალხის ჩართულობა გავზარდო პროექტში, თუნდაც რაღაც თავიანთი რჩეულები რომ გამოავლინონ. მინდა რომ გავაკეთოთ Mafia G საიტზე რაღაც ხმის მიცემა და რაღაც და თუ ვინმე არის ის ეს Mafia G რა არის, ხო არ უთხრათ? შეგიძლია შენ? ხო, Mafia G მეგობრებო არის ჩვენი საიტი, სადაც შეგიძლიათ შევბრძანდეთ და დაჯავშნოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი Mafia-ის თამაშები რა, მინამებს 31 ნომერში, აქედან ხდება ჯავშნები რა და აი ამ საიტზე გვინდა რომ ჩავაინტეგრიროთ ეგ დაბაუთების ხმა რა, ანუ ხალხის რჩეული რო გაკეთდეს, ასე რომ ვთქვათ და ხალხის რჩეულს რო ცალკე რაღაც პრიზი გადავცეთ რა. ხო, მაგ საიტზე ძალიან დიდი რაღაც გეგმები გვაქვს, ასე რომ ეტაპობრივად გაიგებთ რა. ასევე გაიგებთ ვინ თამაშობს, დღეს ვინ არის ჩაწერილი, G2G არის თუ არა მაგიდაზე, მაგიდაზე შეგიძლიათ დაჯდეთ და ასე შემდეგ რა. იქ შეგვიძლია რომ შეიტანეთ მოხდეთ? რა თქმა უნდა. მე მაგიდია რა, რომ ეხლა დავდოთ All Stars-ის მონაწილეები, პოკემონები ვით რომ ამოდიან. პოკემონი რო იხსნება და იქიდან მომოდო.
თქვენი აზრით, ვინ მოიგებს ამ All Stars? პირველზე ვინ გავა? მოდი. არ არის ერთმანეთი. არ არის მარტივი. პრედიქშენი გავაკეთე. პრედიქშენი გავაკეთოთ. მე დაკლი. დავნიძლავდეთ ვინ მოიგებს. მე მგონია რომ კოპალა ვეღარ გავა. არ მეც არ მაქვს მაგის მოგებული. მე ვხედავ როგორ არის უმკვდარი კოპალა. აი ესე ვიქნები. ჩემ მიერ. დაჟე. არა ბიჭო, ეხლა და იქ დაგაგროვებინე ბუძრავი ქონებით ეს 7000 ლარს. მე პირობას ვდებ რომ იმაზე მეც გავაკეთე ვიდრე ეხლა მოდ ტოპ 3 მე შემიძლია ამ ყველაფრის დაორგანიზება რომ ჩემი ტოპ 3 აუცილებლად ტოპ 3 გახდეს მე ხედავ კომენტარებს მე კაი ვინ არის შენი ტოპ 3 ვის შეუძლია რომ აი ეს არის ბევრი ქულები დააგროვოს ხო აუ ძალიან მნიშვნელოვანია უნდა გაგიმართლოს როლში უნდა გაგიმართლოს გუნდში უნდა გაგიმართლოს რომ არ მოკვდე აუ თამაში უნდა იცოდე უბრალოდ არ არის ეგრე თუ თამაში აი მე იცი ერთ რაღაცას ვიტყვი რა All Star ჩემი აზრით იმიტომ მიგრჩევნია ჩვეულებრივ სეზონს რომ გამართლება თამაში რომც გუნდში არ გამიმართლოს ანუ ინდივიდუალურია ეხლა უკვე ეხლა კი ხო პირველ All Stars ეგრე იყო ანუ ერთი მომენტი მქონდა რომ საერთოდ წავაგე მაგრამ ინდივიდუალურ სულებით ბევრი ქულა დამეწერა და ამაში იმის არ მეშინე რომ კაი სამი ტიპი გამოუშვა სამი ტიპი გამოუშვა პირველი მეორე მონაწილე მესამე ხო არ უნდა თქვას ეგ თქვი რაც ჩემეზეთ მეორეზე გავა კოპალა მეორეზე გავა კოპალა ოკეი არ ვიცი პირველზე არ ვიცი ლაშას არ მიუშვებენ პირველამდე კაცო ლაშას გაიხსნება ვინმე აი ხა გამოდის რომ ამბობ ვინ არიან All Stars ბიჭო ლაშა და კოპალა ხო იქნებიან კაი ეხა შეიძლება ლაშამ ძალიან თავი გადადოს მართლა მე მინდა რომ არა არ მგონია რა ვე აი პირველზე რომ გახვიდე მარტო მაგრად კი არ უნდა თამაშობდე ანუ უფრო მეტ ქულას აგროვებ როცა როლები მოგდის აუ ყველა აქნე თავს უფრო მეტ ქულ დედას ვიცავარ აი კაი დეტექტივით უფრო მეტ ქულას დავაგროვებ ვიდრე აუ რასა ლაპარაკო პატიოსნით უფრო ფასდება პატიოსნით უფრო ფასდება შენაფასები ვიდრე დეტექტივით ხო გასაგებია სლები მაგრამ no anyways კაი პირველზე იყოს ლაშა მეორეზე კოპალა და პირველზე მესამე დიდი შანსია კალა ნუ ეს ანანო ხო არ გამოგჩა პირველზე მე ზავს ვერ იტყვა ისეთი აუ ძალიან რთულია თამაშის მიხედვით არ თქვია განა ის თქვი რომ ვინ იქნება ტოპიან რაღაც არა რა აი ქულებს ვინ და იმიტომ რომ ნახე კომპეტიტივია რა არიან ადამიანები ვინც ახის იძრობენ მე კოპალა ლაშა კალა აი ისეთი ხალხი ვართ რა ბასტოსაც აქვს ძალიან დიდი შანსი რომ რაღაც ხნას არიან ადამიანები ვისაც ანუ დიდად ეხა ეგრე არ არიან განწყობილები რა ბასტო თამაშობს გუმანით და ძალიან უნდა გაუმართლოს რომ ბევრი ქულა და მე და ბასტოს გვაქვს პირადი ანგარიში აუ ეხა დამირეკავს ღმერთო მე და ბასტოს გვაქვს პირადი ანგარიში თუ არ იცით ერთით-ერთია მოდი მართლა პრედიქშენი გავაკეთოთ რა მოდი შენ დაიწყე მე აზრზე არ ვარ ჩემი აზრით ვერც ერთი ვერ მოხდებით სამეულში პირველზე ლაშა მე მესამეს მეორეზე ჰიტა და მესამეზე ქორო ედიტორებს ვთხოვ რომ ეს არასდროს არ დაკლიპოთ აი ეს პირიქით აი ეს მომენტი ეხავე დაკათეთ და მე შედეგები აჩვენეთ თავს დიდი სიამოვნებით ოღონ იმას კი არ გეუბნები რომ მე გავალ პირველზე მე აი პროსტა რომ დავხატოთ მე მგონია რომ მე და ანანო შორის ვიღაც მაინც იქნება პერსონაჟი ან მე მოდი მოთამაშეებზე ვთქვათ რა ანუ თამაშზე არ არის მართლა თამაშზე არ მე არის მაინტერესებს არა თუ შენი პრედიქშენი თქვი ალას შენი თავის თქვი რა არ მინდა ხა პირველზე გავალ მაშინ შეცდომით მე მესამე მეოთხეზე ვფიქრობ რომ გავალ ტოპ 5-ში ვფიქრობ რომ აუცილებლად გავალ არა ეგ არ ვარ პირველი მეორე მესამე პირველი მეორე მესამე არა თქვენ თუ გონიათ რომ ლაშა უნდა გავიდეს მე შენ თუ გონია რომ მე მინდა რომ ვინმე ჩემზე ზევით იყოს არ მინდა არა მინდა არა როგორ იქნება რას კალა და ლაშა მგონია რომ პირველ მეორეს გადაინაწილებენ ამ All Star-ში კალას გაუჭირდა მე მაგალითად გამიმართლა ძალიან ბევრ რაღაცაში კალას ძალიან გაუჭირდება ამ All Star-ში თამაში იმიტომ რომ სიცილიის ფინალის მერე ერთი ხელიც არ უთამაშია არც მე არ მითამაშია შენ გუში მითამაშე ნუ გუში მითამაშე ერთი ხელი ოკეი შენ გუში მითამაშე მე ბევრი ხელი არ მითამაშე აუ ამას ნუ უსმენთ ეს ყოველ დღე უყურებს მაფიის იმეებს რა მე არ შენ ხედავ როგორ გადიხარ მე 12-ზე ჩემი მკვლელობების მე არ ვთამაშობ მაფიას მე მიმხავს ისი რა არის მეხუთე სეზონი იყო წინა ხო თუ მეოთხე მეხუთე
მეხუთე სეზონში იყო ჰიტა ძალიან დაჩაგრული. რას ფიქრობთ? დაკაჩავს, დაკლაჩავს. აღმასვლა, მე მგონია დაღმასვლა. ხო და მე მგონი ეგ იყო სპეციალური. ეხა კი. სპეციალური და ეხა მე მგონია რომ ძალიან კარგი ამოხეთკავს. და ეხლა მგონია რომ პირველ და მეორე შორის ქულების განსხვავება იქნება 50 და პირველზე იქნება ჰიტა 160 ქული და მეორეზე 110 ქული. 160 ქული. მეორეზე 110 ქულით იქნება. ოი, გავითვალისწინე. აუ ძალიან მნიშვნელოვანია, აუ ძალიან სახალისოა. ანუ ეხა რომ კითხო რომ ყველაზე მაგრად ვინ თამაშობს მაფიას, ეგ დაგვილაგე პირველიდან ხუთამდე, მაგას უპრობლემო დავალაგებ, იმიტომ რომ ვფიქრობ რა, ჩემი ფავორიტები მყავს, მაგრამ ქულებით პირველზე აი სულ სხვა არის რა, არ არის ეგრე, არ არის. პოკერში მაგალითად lucky factor-ი არის 20%. მათემატიკური მოლოდინის შესახებ როგორ და საუბრობთ? მაფიაში მაგაზე ნაკლებია, იმიტომ რომ გეუბნები თუ სწორად. ნახე, ხო აი ავიღოთ პირველ ღამესაც რომ მოკვდე. სიტუაცია ავიღოთ, სადაც ყველა ერთი წუთი რა. აუ წააგებ რა. პირველ ღამეს რომ აი ყოველ ჯერზე რომ პირველივე შემოკვდე, შენ არანაირი შანსი არ გაქვს რომ პირველი და ხუთამდე გახვიდე. ტურნირზე პირველ ღამეს მოკვდა ერთი ადამიანი, დატოვა ბოლოს სიტყვა და MVP გახდა ტურნირის. მე ავარჩი MVP. აი გასაგებია რომ MVP გახდა რა ტურნირის. გავიგე, მაგრამ როდესაც ცოცხალი გაქვს, ხარ, უფრო დიდი დრო გაქვს, მეტი ბენეფიტი ოკეი, შემატო. შესაძლებლობები. ნახე უფრო მეტი დრო გაქვს რომ მინუსებიც ეგეთებს. ავიღოთ სიტუაცია, როცა ყველა ერთ დონეზე თამაშობს და ყველა ძალიან მაგარია. ადამიანი, რომელიც ყოველ ჯერზე პირველივე კვდება და ადამიანი, რომელიც ყოველ ჯერზე მესამე ბოლომდე ზის. რა თქმა უნდა, რომ ის მოიგებს, ვინც დიდხანს იცი რა არის, ეგეც ცოდნა არის. შენ პირველ ისე უნდა ითამაშო, რომ პირველი არ მოკვდე. ანუ შენ თუ მომისმინე შენ თუ პირველ წრეზე შენი აზრით ისე ითამაშე რომ 12 ნომრიდან სამივე მაფიოზი ამოთხარე შოგუნი დაიგო და მიწაში ძალიან შენ გონი ეგ კარგი თამაშია და აბსოლუტური აცდენილი ყოფილი ვარ მაგრამ მომკვდარ ვარ იმიტომ რომ ვიღაცას არ უნდა რომ იქიჯდე მორჩა უი ერთი რაღაც უნდა დავამატო კიდე წინა All-Star-ში როცა მანიაკით თამაშობდით მანდ მე იმაში გამიმართლა რომ მანიაკით მოვიგე თამაში და ჩემი აზრით მანიაკი იყო მაგარი მომაგებია ძალიან იმიტომ რომ მარტო მე დამეწერა ბევრი ქულა რა და აქ ეგ აღარ არის აქ ეხა უკვე ორი კაცი არის მაგაშიც რა ხარბია აქაც არ უნდა ქულების გაყოფა ვიღაცისთვის ხო მაგრამ 10 ქულას დააგროვებს შოგუნის გუნდი რა და ეგ არ არის ისეთი არა მე ბიჭო მინდა შენი სამი კე პირველ ბოლოს დაკლიკონ რა მიდი პირველი კოპალა არა ჩემთვის მართლა არ ვიტყვი რა პირველი კოპალა არა მეორე რატო არა თქვი რა პრობლემა მე ბიჭო სანაძლეო გვაქვს დადებული და თქვი ხო რო აი ძალიან რაღაც იმასავით გამომწვა მეგავალ პირველს $1000 რა პრობლემაა როგორ თუ დავსვი Butterflies Autotronics კაი ეს უკვე კაი 1400 ის რა კაი ჩვენი სპონსორია ეს პირველ ადგილზე გავა ჩემი აზრით ლაშა ოკეი მეორეზე გავა მე და მესამეზე გავა ჩემი აზრით ძალიან რთულია არა თუ განან გავა მეც ეგ გუნდი მყავდა მეც ეგ გუნდი მყავდა ოკეი ჩემი მაგრამ შევცვლი დაკლიპეთ სამივე ეს სამი თუ დავსვი მე ვიცი პირველ ადგილზე თუ შევხედრო პირველზე ვარ მაგრამ რა შეგეღავდი შენ აი მე ვიტყვი რა პირველ ადგილზე ჩემი აზრით კოპალა გავა მეორეზე გავა კალა მესამეზე გავალ მე ოკეი ლაშას პროსტა არავინ არ აცოცხლებს არ თუ იცოცხლებს ანუ ნახე ანუ აქ არის განა ის არის რომ აი ის მაგრად თამაშობს ის ნაკლებ აქ არის როგორი მომენტი იცი რომ უკვე წინასწარ გონია რომ ლაშა იტყუება აქ ისეთი მოთამაშეებიც არიან ამ All-Star-ში ეხა მე არ მაინტერესებს ლაშა იტყუება არ იტყუება მაგის გამო ცხოვრებაში არ მომიკლავს და არც არასდროს არ მოკლავ რა მაგრამ აქ არიან ისე მოთამაშეები რომლებიც შეიძლება ეგეთი წარმოდგენა ქონდეთ ლაშაზე რომ იცი რა უფრო ნაკლები გამოცდილება ქონდეთ ლაშასთან. ხო, ეგეთი თემაა რა. ანუ ეგეთი თემაა, რომ უკვე წინასწარი შეგრძნებები გაქვს ადამიანების მიმართ და ეგ ასწორებს All-Star-ში ზუსტად რა. მე მირჩევნი All-Star-ში იმ ხალხთან ერთად ვითამაშო 6-ვე ხელი, რომ რაღაცები უკვე გახდეს, რომ მოსალოდნელი და პირიქით უფრო უნდა ეცადოს ადამიანი, რომ მე რაღაცა მოულოდნელობა და სიგიჟე გააკეთოს რა. თქვას რომ All-Star-ის მუღამი ეგ არის, რომ არავინ არ უნდა თქვას, რომ აი ეს პირველად თამაშობს დეტექტივად არ გაიხსნებოდა რა. ნახე რა არის აქ არის მინიმუმ 6 ისეთი ადამიანი ამ All-Star-ში რომელიც თავს არ დაიზოგავს რომ პირველზე გავიდეს ხო რა მინიმუმ 6 ხო
აი დაჟე მეტიც ძალიან რა. ობიექტურად ვიტყვი რომ წინა All-Star-თან შედარებით აქ ბევრად მეტი ჯახი იქნება. კიდევ დაჟე შემადგენლობასთან დაკავშირებით ვიტყვი ერთ რაღაცას, რომ ცოტა უფრო მეტად შეზღუდულები ვართ თუნდაც ქრონომეტრაჟით და თუნდაც იმით, რომ ეს ჩემ არხზე არ იდება. გასაგებია რომ ჩემი პროექტი არის, თუმცა რაღაცეები არის გასათვალისწინებელი. ჩემი კომენტარი არის ეს რა. კოლაბით დაიდება. ხო. მოკლედ ძალიან სახალისო იქნება რა. და აი ის რაც გვიყვარს, მე ხო პირველ რიგში ვარ მაყურებელი და მე ვარ კრეატორი რა. აი ის რაც გვიყვარს All-Star-ში, ეგ უნდა იყოს და იქნება თან. თუნდაც პირველი All-Star-ის მერე არიან ადამიანები, ვისაც უფრო შეუყვარდა კიდე თამაში და უფრო გაუსწორდა. მახარა იქნება? ხო, წინა All-Star-ზე იყო ესეთი, რომ აი 1 საათია დარჩენილი გადაღებამდე და ანუ მეუბნება მახარას ვერ უკავშირდებიო რა. აი ხა მე მახარას დაუკავშირდი წინა All-Star-ზე. ნუ მახარამ ხო იცის რომ გადაღება ეხა რამდენი ხნით ადრე დაუკავშირეს. საერთოდ ჩატიც გვაქვს. იქ სინავს ყველაფერს რომ აი დღეს არის შეკრება, ხვალ არის შეკრება. არ აქვს მნიშვნელობა. ჩაწერის წინა დღესაც უთხარი და ჩაწერის დღეს უკვე 1 საათში ურეკო, 2 საათში უფრო სწორედ. ურეკავ რომ მეთქი მახარ რა შვები, ახლა ყველანი შეგელოდებით რა ხდება და ეხლა შენ რო იცოდე მე რა სიტუაციაში ვარ რომ მაგას არ მკითხავ იგონებს 1000 სისულელეს მოკლედ რა. მეც მგონია რომ გადა. და ანუ ისე მელაპარაკა რომ არაო რა დაიწყეთ ჩემ გარეშეო და აზრი არ აქვს რა და მეთქი დაგელოდებით და ვაფშე სხვა ქალაქში ვარ რომ მოიცა ვერ ჩამოვალო რა. კი? ანუ ვეუბნები რომ მეთქი დაგელოდები რომ დეგინე რომ დაგელოდებით რა. არაო აზრი არ აქვს და დავსხედით დავიწყეთ უკვე თამაში, ჩავწერეთ თამაში და მირეკავს და აი ხა შემიძლია უკვე გამოვიდე და რა შვებით რა, ანუ და მე ილაპარაკა ესეთი საზიძღრობები, საძაგლობები რო წემო. არა, მოინანია. მოინანია, ხო. შემუნდა კი. არ დაველოდნენო. და ეხა მიზეზი რა იყო? მანქანაში მატორი არ მედოო. აუ შენ ეკითხა მე სხვა რაღაც. სიცილეს დედასვიცა ვარ, მაგრამ ესე იყო. რაღაც რომელიღაც ქალაქში იყო თბილისთან ახლოს, წალკისში ხო და მანქანაში მატორს ვდებდითო ცუდი ხელოსნის ვიდეოშიო და ვერ იძრებოდაო რა, ანუ რა დამეკოქა, ვერ ვქოქავდიო. იმას აგინებენ ხა ჩემი აზრით. რატომ მოწყნათ ის ბიჭო? ოკეი. კაი, ეხა იქნება იმედია, ყველა მატორი უყიდეთ, მანქანა გაუკეთეთ, ეხა უნდა იყოს. მე აი მართლა ეგეთ მოვდინო მაქვს, რომ აი შეიძლება ძალიან სხვანაირად წავიდეს ეს All-Star. აუ ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერია. ვაფშე საერთოდ არ ყველას მაინტერესებს. არ მაინტერესებს ვინ მოიგებს, თავარია ახალი წელი სასტუმროში იყოს, ლამაზი ნაძვისხი გქონდეს. ჩემთვის ეგ არის პრიორიტეტი. ეგ არ მინდა რაღაცნაირად. არ ეს კაცი არის. ანუ იმიტომ არ მინდა. ბიჭო, აი ოთახს უნდა გამოგედო კომპიუტერი და შეუგო. იმხელა სირთულეებია ბიჭო მან რომ ჯერ ერთი ყველამ უნდა მოიცალოს და დრო უნდა კონდეს რომ წამოვიდეს რა. დარჩეს ეგ. მე სცენა უნდა მოეწყოს ის, როგორც მინიმუმ ისეთი როგორიც აქ არის. და აი, არჩი, აი ეს მაყარის რა. თქვენი საყვარელი მომენტები All-Star-დან. ჩემი არის, აი სამი რო დგას რა, ჰიტა რო გამოდის, ქუთაისური აქცენტით რო ყვება რაღაცას, ეგ იყო ყველაზე კარგი მომენტი, იმდენჯერ მაგ ნანახი, რავი. აუ, ბევრი მაქვს. გავიხედე იქ. ბევრი კაი მომენტია. გავიმო. ეგეც მაგარია. მე ვიტყვი ხარ რომ მე რომ მოვიგე. არა. ჩემი საყვარელი მომენტი პირველი ეპიზოდი არის, რა თქმა უნდა, სადაც ხედავ როგორ გამოყავს ყოველი ნამდვილი დეტექტივი რა. მე მაგასა ეხლა მან არ ვიყავი. მაგაზი მაგარი არ არსებობს. აუ, ატორო იჯდა შავისად. ბიჭო, ჩვენ კადრებში ვერ ვაჩვენეთ კიდე იმდენი რაღაც, რამდენიც იყო რა. რეალურად მოდი თქვათ რა, მეორე რაღაც. რა როგორ მოხდა, ანუ იქ აი წამყვანის ხედვა ხო სხვა არის, მაგრამ მე ხო ვიცი რომ მე ვიტყვები იქ რა და ბიჭო, ტატოს ეს ტყუილები რა თქმა უნდა დაიჯერა, ანუ კარგად შევფუთეთ რა და საბა ბიჭო ეს საცოდ დავისახით რომ ტატო გთხო გახდი გოუთი ხო ისედაც ხან მაგრამ ახლა ხალხი საერთოდ გაგაღიარებს რაღაცეუნება და ეს შავისა თვალით ის ესე და უყურებს და შემაყლეზე მკიდია ავის უფრო მაგრა ლაპარაკობს ეხლა აუ და აი ეგ უნდა ანუ მან ხალხს ეგონა რომ მე გადავბჟდი საბაზე ბიჭო ანუ ეგრე არის დაკათუ საბაზე ვბჟდი შენ მაგრა დაჰეითდი მაშინ აიმე ამ დროს მე ტატოზე ვიცინი რა საბას არ აკლებდა საბაზე ვიცინა აი ტატომ გააცი
ბიჭო, ცუდად გავხდი ძმაო, აბა რა უნდა ვქნა. იმის მერე მოთამაშეზე კომპანიის მოცუდა არ უნდა ვეთამაშო. აუ, ეგეთი მომენტები, აი, ხო იცი 2010 წლებში რო კონცერტები იყო ხოლმე და ბოლოს სლოუ-მოშენ ეგეთი უნდა გავუშვათ სასტუმროში. რა დაგაკდა სიცილიაზე? სიცილიაზე რამე დაგაკდათ? დღეები. ერთი 5 დღე კიდევ შეიძლება. დამაკლდა. არა, ბევრ რაღაცას უკეთესად გავაკეთებდით, მაგრამ თამაშის კუთხით? არა, თამაშის კუთხით. მე არაფერი არ მეთქი, მისი არაფერი არ დამკლებია, მე გაყოფილი ვარ სიცილი. ისე რა, ის დამაკლდა. კონტენტიან რა. არა. ერთი დღე კიდე გავატარებდი ტავრმინაში. აი, ეხა იქ სადაც უფრო ლაქშერად წავიდოდი. არა, იქ ხო, რა თქმა უნდა, მაგას არ გულისხმობ. და ერთი როგორ საღამო და. ხადა, ანუ ერთი სახამო გქონდა ბუდიში ყოფალ. რომ მე და ანანო, აი ჩხუბობთ, როგორ ჩხუბობთ, იცი რომ? არა, მეთქი 10000 რაღაც ძალიან ბევრს ვიხდით სასტუმროში და არა ესა ვიყო. არა ესა ვიყო. ხა გეტყვით რა იყო რა? მე ხო რა ლაქშერა ტიპი ვარ რა. მე ოღონდ ფული დამახარჯინე, მაგრამ ჩემი და ჩემ თავზე. და არა პროექტის, რომ ყველა მშიერი დარჩეს რა. მოკლედ, არ იყო სახლები და არ იყო სასტუმროები, სადაც ამდენი 25 ადამიანი ადგილი იყო. არ არსებობდა ფიზიკურად. თან ტერიტორიულად უნდა გაგმართლებოდა გადასაღებოიდან თან ბევრი რაღაც იყო რა და არ იშოვება ეს სახლები და იყო ორი. ერთი რომელიც საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა და მეორე რომელიც ჯდებოდა სამჯერ ძვირი ამაზე რა. ანუ რამდენი ჯდებოდა აღარც მახსოვს. 20000-მდე შეიძლება რა, აი 18000-მდე ჯდებოდა და მოკლედ ჯითუჯის გადაიკეტა და მეო მიმყავსო ეხა სტუმრებიო, იმენა პირველი A კატეგორიის იმაზე, რა ქვია, ხო იცი, დაყოფილი როა რა, სანაპირო არის დაყოფილი A, B, C, ეს A კატეგორიაში იყო და მეო სტუმრები მიმყავსო და მოკლედ ამას ვიღებთო და მეთქი, ამას რო ვიღებთ, იქ მერე რას შვებთ, ჩავედით და მერე რას შვებით, ისე დავაყარეთ, რომ აი ცრემლი მომდიოდა, მეთქი გიო, ხო იცი მე რა ლაქშერა ვარ, როგორ არ გვინდა, ამჯერად. გადაიკეთე, რას აპირებდა? მართლა აზრზე არ ვარ, რას აპირებდა? იმიტომ რატო გადაიფიქრე? უბრალოდ შორს იყო იქიდან შედარებით, თორე ეს მართლა არ გადაიფიქრე. არა, სახედავ იყო ყედა ხდისიობები ჩავიხლიჩე. ქონდა ის სახლის. მე ვიძახდი რომ მეთქი დრაგონოს გავყიდი და მეთქი დავიკიდებ თქო. ხო, ეს მართლა თქო. კი, არა. ჯითუ ისეთი ტიპია, აი თუ ანუ თავისას აკეთებს რა, მართლა სხვისას ხო არის, თავისას გააკეთებდა რა, მაგრამ ანუ არ გადგებოს იყავით. თან ბოსელში ხო არ ჩებით. აქეთ გვაქვს რომ ნუ ოკეი, 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო, 2 ღამე თუ 3 ღამე და იქით არა, იქით საპრეზიდენტო. საბოლოო ჯამში საკაიფო იყო. საკაიფო იყო, რავი, საბა მაგრად გაიზაგრეთ, მო. აუ, საბაზე ერთი ის ისტორია უნდა მოუყვე რა. ხო, აი ჩვენ ხო ყველა აი როგორ ვარ იცი, აი რაღაცა მე ისა რა ქვია, ქორო, ბასტო და ვიღაცები ჩავდივართ პლიაჟზე, ხა და ბიჭო ზივად რა ტანსაცმით ხა და უყურე და საბამ გადმოალაგა რაღაცა ჩანთა ეს. ზის კრემი. გაიგდის ნენელა და დაიწყო ეს კრემები და რაღაცები და შეუყურე. აი სანახაობა. გაიგე, საზაგრი კრემი წაისვა რაღაცა წამოწოდა აქედან ქალები ესე უყურებენ. ზუსტად. იყო გაწკეპილი მე. დიახაც. აუ, ეხაც ძალიან გაასწორებდა საბა რო იყოს All-Star-ში. საბასაც შევეხმიანეთ და მაგრამ არც ცალია საბას. ალბათ მიხდები რა. მაგრამ აი, საბას ემოციები. ხო, აი რაღაცა თქო უნდა უხდებოდე, რაღაცა სიტუაციებს და საბა წარმოხდება რა, აი რა გავაკეთო. მე საბა. ძალიან აიკონიკია. ძალიან მოყავს რა, აი ძალიან მაგრად ემოცია. კაი, ყველაზე აიკონიკ პერსონაჟი ვინ არის მაფიის? ტოპ 5. ბასტო. შენი მოსისყლე. აუ, ბასტო იყო. ეგ ისტორია. ერთი წამი რა. ის იცი აქ შენ არ ყოფილი ხარ. ბასტო იყო თავის მეგობრებთან ერთად მაფიაში მოსული და ითამაშა. ერთი 5 დღის წინ რა. ღმერთს ფიცა ვარ, ეს შენ შემოხვედი მერე? თუ ვიღაც შემოვიდა. თეო შემოვიდა რა. ბასტოს ხმა აღარ აქვს. ანუ იმდენი იყვი რა. ორი კაცი არ ადგა რა, თვითონ ვიღაც შავთან ერთად არ ადგა რა. დეტექტივი ადრე დავკარგეთ პირველივე შესაძლებლობაზე და მოკლედ აუ გაგიშდა. ესეთი ბასტო არავის არ ყავთ ნანახი რა და იმედია არც ნახავთ. არა, აიკონიკ ჩემი ბასტოა. აიკონიკი არის ლაშაც მაფიის და ჩემთვის ყველაზე აიკონიკი არის მონკაი და ქორო. ქორო არის, აი ქორო არის ყველაზე აიკონიკ. ბიჭი, საბაც მაგარი აიკონიკია. მე ქორო და ბასტო ერთად მაფიურო ვიყავთ გახსოვს?
პირველივე ეპიზოდში და ღამე ვიღვიძეთ გვერდი გვერდზივას რა და ეს ხელებთ რაღაცებს მაშინ აიდი ნახო. გაუტრია და ისე ვისენაზე რა ქორო იყო ბოლო MVP სიცილიაზე და ეგ თემა ხო ცალკე იყო რა, რომ როგორ უნდა გვეყიდა ბილეთი, როგორ ესტრებოდა დადება. აუ ძალიან საყვარელი იყო, თან რომ დაურეკეთ და თან რომ ეხა აი ძალიან ესეთია რა. ხო იქ ხო მაგარი როჟაა და ძალიან სათვალის და არ ვიცი სურათი ნანახი თუ გაქვთ ეს უნდა ნახოთ. იქით მე ჩემი გადაღებულია ტაორმინაში ვარ და ვიღაცები კორწილს იხდიან უზომოდ ბევრი ფული აქვს ხარჯული და გოროზის ესეთი შავსათვალებში ტაორმინაში მანქანები არ დადის მით უმეტეს იმ ქუჩაზე რა და ლიმუზინი ქონდათ თუ რაღაც მერსედესი იყო რა რაღაც და 2027 ავი ანუ ოცნებაა ისრულეს თუ რავი არ ვიცი და ეს რა მას ეს ზის იქეთ აუ ძალიან აი ეს სკამზეს ეს შავი საფრთხე აი მაგ ფოტოს ხონდა მე მგონი 2 მილიონი აი გავარდა ძალიან გავარდა მაგარი ფოტოგრაფი ვარ რა ხო და ბასტოზე უნდა თქვა მამის გადაღებული ბასტოზე უნდა თქვა ის რაც პირადი დაპირისპირება რო გვაქვს ეხაც იქნება ეგენი ბევრჯერ რა კაროჩე მე-3 სეზონი იყო ხო მე პირველი მეორე მესამე ზრა ვიჯექით და მაფია რო არავის აღარ ეგ ბასტომ რომ იმით მოიგო მანიაკით რა მე მეგონა რომ მანიაკი აღარ იჯდა ბასტოს ეგონა რომ მაფია აღარ იჯდა და მანდ მოიგო ბასტომ და მოვიდა და 1-0 გამოიღე და რაღაცებს მეუბნებოდა და ეხა სიცილიაზე რომ მოვიგე მე მოვიდა და 1-1 ესე მეუბნება და ეხა მინდა რომ გაგრძელდეს ეგ და თვითონ მითხრა მოვიდა და კაი 1-1 შეჩემო ხო კი ბატონო აქაც ამ სივრცეში ექნებათ All-Stars მონაწილეებს შესაძლებლობა რომ იوارჯიშონ ჩვენ გამომწერებთან ერთად თავიანთ გამომწერებთან ერთად უფასო არა 50% ბაზდაკლებს მაგრამ რომ ვინც ეპიზოდში მოხდა All-Stars აქ რომ მოვალ ფული გადაიკავა მოდი დავაანონსოთ რა ანუ შავი პარასკევის კვირაში ბოლოს თუ თქვენ დაჯავშნით მაფიის თამაშს თქვენ მეგობარს დაუჯავშნით უფასოდ რაც იქნება 1+1. თქვენ ამით არ გებასვენ მიიღებთ, მაგრამ მეგობრის გულს მოიგებთ. მე მეგობარი დაპატიჟებს ამას და ძალიან მაგარია. გაიგოთ რა, ჯილდო 1000 ლარში. მაგარი აქცია იქნება, ასე ვთქვათ, შეთავაზება და ასევე აქ ამ სივრცეში გვექნება სულ მალე, ალბათ უკვე როდესაც დაიწყება All-Star-ი, კომპიუტერები, პერსონალური კომპიუტერები, სადაც counter-ს ვითამაშებთ ერთად და სხვადასხვა თამაშებს რა. ასე რომ გადმოწერეთ, ნო? რა სამონტაჟო პროგრამები გადმოწერეთ. და აქედან ბარემ სახში აღარ წავალ. სასტუმროც გავხსოვთ ერთმანეთს და ერთად აუცილებლად გადავიღეთ მაგ ვიდეოს ერთ-ერთზე და ამასთან დაპირისპირება აუცილებლად. და არ იქნება პრობლემა. ეგეც აქ გადავიღოთ. კი ბატონო. მაგრამ ისე. ხო, საიტზე მაფიაჯიზე ყავს 2000 სტუმარი უკვე რა, ვერიფიცირებული სტუმარი და ძალიან მაგარი არის და აუცილებლად თუ უბრალოდ აპირებთ მაინც რომ ერთხელ მაინც გვესტუმროთ და თავი გამოსცადოთ იქ სადაც პროექტი იქმნება და იქ ზუსტად იმ ამპლუაში იგრძნოთ თავი, სადაც იუთუბერები თამაშობენ და აი როგორც გადაცემაში არის ისეთ იგრძნოთ თავი, აუცილებლად დარეგისტრირდით საიტზე და მერე უკვე მობრძანდით. ბევრი შეთავაზებები გვაქვს ხოლმე და როგორც გითხარით, საიტზე ძალიან მაგარი პროექტი იქნება მომავალში. Prediction-ები დაწერეთ, ვინ გავა 12-ვე ადგილზე და G2G ძუძუებში ჩაგიკუჭავთ ფულებს, ოღონდ მართლა. მაგას მართლა ვაპირებთ. 12-ვე ადამიანს, ნახე, მოდი მე გეტყვი ხა რა. 12-ვე თუ გაარტყამთ. ოღონდ არა, მოიცე, ვაფშე სხვა რაღაცა გეგმა ქონდა ამას რა. აი ეს ამბობდა რომ თუ 12-ვეს გამოიცნობენ თავისი კულებით. არა. აუ რა ჟმოტიკაცია. აუ როგორ მეზიზღება ჟმოტი. გადი ბიჭო არ მithქვამს ერთხელ. ეგ შეუძლებელია ხალხო არ დაწევთ. მიდი გაარტყით. პირველიდან 12-ის ჩათვლით ამ ვიდეოზე. ჯერ არ ციციან მონაწილეები. რა მნიშვნელობა აქვს თქვენ დაწერეთ და თუ გაარტყით? თუ გაარტყით ეგეც. მაგრამ დაახლოებით ხო იცით რა. ვინ არ იქნება ასევე ისიც იცით. ой მონაწილეები არის ჩვენ მომგრებია. აუ აი ეგ არის კიდე. ეხა ვინც 12-ს გაარტყავს ადამიანი. ვინც 12-ს გაარტყავს ისე რომ არის ის ვინ არის? მომდევნო სეზონის პირველი ეპიზოდში მოვიყვაროთ. ფულით ვაჩუქოთ და დავახურინოთ გადაცემას. всё. მასარიერა. 20 და მაშინ ერთ-ერთში უკვე გამყარებული. მოკლედ 22-ში ბრუნდება მაფიის All-Star-ი. ძალიან საინტერესო სეზონი იქნება დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ იაკუძას
All-Star-ი ცალკე გამოწვევა არის, რომელიც სოფლიოში არსად არასდროს არ გაჩატარებულა. ეს ძალიან დიდი ეპიკობა არის. დაგველოდეთ ბეტსონ სპორტის YouTube არხზე, სადაც იდება ფუ პოდკასტი, მაგიდის დერბი, ასევე უყურეთ კვირა დღეს დაიდება ხოლმე ჯერ მაფია შაბათს, შემდეგ მაგიდის დერბი კვირას და უგულშემატკივრეთ თქვენ საყვარელ იუთუბერებს და მონაწილეებს. აბა თქვენც, კარგად. ნახავთ.